ზუსტად ნახევარი წელია ხმარო მიღია საერთოდ რაღაც პოლიტიკურ პროცესებზე თუ ასე შემდეგ, რაც ხდებოდა საქართველოში. და ეხლა მინდა რომ დავარღვიო ეს და ახსნა და ვთქვა თუ რას ფიქრობდი ჯერ კიდევ მაშინ დეკემბერში და მე რატო ვფიქრობ და რას ვფიქრობ ახლა და სად გავართ და სად ვართ. იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესები უბრალოდ ასახავს იმას, რაც ხდება საზოგადოებაში. ხოლო საზოგადოებაში რაც ხდება, ის ასახავს რაც ხდება თქვენს სანაცნობო სამეგობროში თუ ასე შემდეგ. ის ასახავს შესაბამისად თუ რაც ხდება თქვენს ოჯახში და უახლოეს მეგობრებში, შეყვარებულებში, წყვილებში, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს ასევე ასახავს პირველეს ყოვლისა იმას თუ რაც ხდება თქვენს თავებში. და ამას გეუბნებით როგორც კომუნიკაციის ექსპერტი, მოლაპარაკებების და ასე შემდეგ სხვადასხვა მიმართულებებით პრაქტიკოსი, ტრენერი და კოუჩი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ანუ არ გელაპარაკებით ვიღაც, რომელიც ცდილობს რომ რაღაც დაგარწმუნოთ რაღაცა აზრი შეგაცვლებინათ და ასე შემდეგ, უბრალოდ მინდა შემოგთავაზოთ ესეთი პროფესიული, ასე ვთქვათ, ანალიზი, როგორც უყურებ ამას ამ ჩემი გამოცდილებიდან და რა გამოცდილებაც მქონია, ეს არის ზუსტად კომუნიკაციების მხრივ და მოლაპარაკებების მხრივ არაერთ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოსთვის ინვესტიციების მოტანის კუთხით ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცები გამეკეთებია ბევრ ადამიანთან და გაზიარება მინდა იმის თუ რა ეფექტი აქვს ამ ყველაფერს, რა მიზეზები ქონდა და მოდი შევხედოთ ამას მარტივად შევეცადოთ. დღეს დგავართ რაღაც არჩევანი, კიდევ სადღაც მოცემული რაღაც ფრეიმია, რომ ეხა არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ, არ მივიღოთ თუ ასე შემდეგ. იქ არის კიდევ მართველი ძალა, რომელიც ფაქტიურად დაკავებულია ძალაუფლების შენარჩუნებით, მხოლოდ შიშით, ოღონდ არა იმ შიშით, რომელ შიშზეც თქვენ ეს რაღაც ოპოზიციური მედიები თუ ასე შემდეგ გელაპარაკებია. შიში რეალურად დაფუძნებულია ზუსტად იმაზე, რომ მაქსიმალურად შეაშინონ ადამიანები, ვინც არიან აბსოლუტურად ნეიტრალურები, რაღაც თემებით, რა თემა იქნება ეს ცნობილი ხო, ბოლო წლების განმავლობაში, რაც სპეციალურად აგორებული თემა, ჰომოსექსუალიზმი, ასე შემდეგ, პრაიდი და მსგავსი სხვა. გენიალურად და უმარტივესად იყო ეს თემები გამოყენებული ადამიანების დასახლეჩად და გეუბნებოდნენ, აბა ეს გინდა? ჯერ კიდევ შარშან გაზაფხულზე, როდესაც იწყებოდა რაღაც კანონების შემოტანა, ლგბტ პროპაგანდა და ასე შემდეგ, ისე აღმოჩნდა, რომ თან მაგ დროს equality movement-ის დირექტორიც ვიყავი 2 თვე სულ, მაგრამ იქაც იგივე ხდებოდა, სხვათა შორის და ყველგან იგივე ხდება, სულ ვამბობ, სადაც რაც საზოგადოებაში ხდება. ხდება შემდეგი რაღაცა. შეშინებული იქით ხარ ეს თქვა დამგეებით, მაგალითისთვის ავიღოთ ეს დამყოფი ფრეიმი, იმიტომ რომ ბევრი სხვადასხვა ფრეიმი თუ დაგყვეს, ხო? ის რაღაცა ევროპელი რუსე თუმე ის მოკლედ იმდენაირად არის დაყოფილი ეს თვითონ პოლიტიკური სპექტრი თავიდან ბოლომდე, როგორც არის ყველაფერი დაყოფილი კიდევ ერთხელ ვიზარ საზოგადოებაში. და ჩვენ მითიურ გაერთიანებას ვეძებთ, მაშინ როდესაც რეალურად აბსოლუტურად არ ველაპარაკებით ადამიანებს, სხვადასხვა მხარეს ამ ფრეიმების აწყლები დარჩნენ ზოგი იქ, თავის გამოცდილებით, თავის წარსულით, თავის შიშებით, თავის ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და დავჭით ესე აქეთ-იქით ამ მეებში, რა ქვია, კუთხეებში მიმწყდოვლები, რეალურად მარტოები, და როდესაც მარტო ხარ, ასაკეთებ, ცდილობ რაღაცნაირად თავი რაღაც იდენტობას შეაფარო. ეს შეიძლება იყოს პატრიოტიზმი, ეს შეიძლება იყოს რაღაც ლგბტ თემი, ეს შეიძლება იყოს ის ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მე იდენტობებს ახასიათებთ, მათ აქვს თავიანთი ჩეკლისტები, მოთხოვნები, ანუ ესენი თუ არ დააკმაყოფილე, cancelled. მადლობა cancel კულტურას, გადასარევად აჩვენა, რომ ის რისთვისაც ბრძოლობს მართლა რეალურად თითქოს და რაც ადამიანის ინკლუზიურობის და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანი, სამწუხაროდ ამ ბრძოლას ძალიან ხშირად ახორციელებს ესავე ადამიანი. ისეთი მეთოდებით, რომელიც ნამდვილად არც ინკლუზიურია და არც მოიცავს რაღაცა იმ თვითონ ღირებულებებს, რისთვისაც იბრძვის. ალბათ 80% არის აბსოლუტურად ნეიტრალური და ძალიან თავისუფლად თანაიცხოვრებ და ერთმანეთთან განსხვავებულებთან ზოგს რაღაც მოეწონებოდა, ზოგს არა თუ ასე შემდეგ. ეს არის ბირთვი რაღაც, აი ჩვენი საზოგადოების. აქეთ-იქით არის დაახლოებით 10% ალბათ ადამიანების, რომლებიც ერთნი ევროპული დროშის ქვეშ არიან გაერთიანებული, მეორენი ჯვარი უჭირავთ და შავანაფორიანი ადამიანები გარშემო არ ტყავთ, რომ ეს რწმენა, რელიგია დავიცვათ რაღაცები. ნახეთ, ესენი იცავენ რაღაცებს,
ანუ ასეუბნებიან, ხო, თავის თანამოაზრეებს და follower-ებს და ამომრჩევლებს საბოლოო ჯამში, რომ აი ჩვენ უნდა დავიცვათ რაღაც ის. ანუ ეს ნიშნავს, რომ კიდევ უნდა შეგაშინო, უნდა გითხრა იქ ბუა და განახო კარგად. და შემდეგ მე მაგისგან დაგიცვა. ეს ხდება, ხო? ახლა ის 10% აი ამ დავიცვათ ბუა ასე შემდეგ ქართულობრივ გართმევებს სხვადასხვა რაღაც მარაზმები. ეს ყველაფერი რეალურად არის მერე წარმოჩენილი გარკვეული მასმედია იქნება, ინფლუენსერი იქნება, ასე შემდეგ რაღაც ინფორმით, რომ ეს არის უმრავლესობა. ისინი ასე წარმოაჩენენ თავისთვის, ხო? აქეთ ხარეს ეს ადამიანები, რომლებიც რეალურად თავისუფლებისთვის იბრძვიან, სამართლობა განიცადეს, ტკივილი განიცადეს, ხედავენ რაღაცეებს, რაც პირდაპირ მიანიშნებს რუსეთისკენ წასვლაზე და ხა მოდი აქ ესეც ვილაპარაკოთ რა. რატო არ უნდათ ამ ადამიანებს რუსეთისკენ წასვლა, ხო? ან რუსეთისკენ წასვლა, იმიტომ არ უნდათ, რომ იქ არის საშინელი, პირველ რიგში კორუფცია და აქედან დავიწყოთ, ანუ აი სამართლის მოძებნა რომ ძალიან ძნელი არის, ჩვენზე უარესად ბევრად კიდევ და ანუ შესაბამისად იქითკენ, სადაც სამართალი ნაკლები არის, არ გინდა. შენ თუ გინდა ზეწოლით და გარედან მოყვანილი რა პოლიციელი პატრულით მოაგვარო მეზობელთან ურთიერთობა არ გამოგივა. ის პატრული ერთხელ გაგაშველებს, ერთხელ რაღაც იქნება, მაგრამ მე საბოლოო ჯამში მეზობელთან შენ უნდა დაალაგო და შენ უნდა ისაუბრო და შენ უნდა გამონახო რაღაცა. საერთოდ. და მე მესმის ის, რომ ჩვენ მიწები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ზუსტად მაგ მიწების და ზუსტად მაგ, თუმცა მაგაზე ვიღაც საუბრობს, ხო, რაც პროცესებიც ხდებოდა მთელი აფხაზეთში, აი ესე ჩამი არაფერი არ თქმულა საქართველოში, რაც მოხდა თავდაწყებული ხელშეკრულების ხელმოწერაზე რა ამბებიც იყო შარშანატეხი საინვესტიციო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შეიცვალა ყველაფერი. ანუ ამაზე კი არ საუბრობთ ჩვენ, როგორ ველაპარაკოთ აფხაზეთში ადამიანებს ისე რომ ნენელა დავიწყოთ რაღაც გადაწყვეტისკენ. ფიქრი არა, ჩვენ ამაზე არ საუბრობთ. ჩვენ გვინდა რომ ფარი დავდგათ ნატო ასე შემდეგ და ასე შემდეგ და იმას გვიქნას, რა ქვია. მე რა მოხდება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა კედელი ავაშენოთ და კედელი მარტო იქით ხარეს არ აზარალებს. კედელი ყობს შენს იქით ხარისგან. და სულ მაგას ვიძახდი, რომ ჩემი აზრით იდიოტობა იყო ეს ემბარგოები და ასე შემდეგ, რა ჩვენ აფხაზეთთან გავაკეთეთ და აბსოლუტურად ჩამოვიჭერით და ჩამოვიხსენით და ასე შემდეგ. ჩემი ეს პოლიტიკა ეს ჩემი ძალიან გაუთვითცნობიერებელი და მიამიტი აზრია და უბრალოდ ასე ვფიქრობ. და ხა რაღაც ისე ვლაპარაკობ, თითქოს ერთი წლის წინ დროშას არ ვაფრიალებდით და ასე შემდეგ. მაგრამ იმედი გამიცრუდა, დავინახე რაღაცეები და მეყო იმისი და გულახდიათ ვიტყვი და არათავდაბლურად გამბედაობა, რომ ჩემ თავშივე დამენახა რაღაცეები და მე თქვა რომ მოიცადე, ხა კიდევ ნახევარ სიმართლეს გაყვები, კიდევ იმას ასე თქვა დააჯერებ შენ თავს, რომ ნუ არა უშავს სხვა არა, იცი შენ ძალიან კარგად რაც არის სხვა გზა და სხვა გზა არის შემდეგი რაღაც მეგობრებო. სხვა გზა არის ერთმანეთთან საუბრები. ერთმანეთთან ერთი-ერთში გულახდილი საუბრები. იმიტომ რომ ჩვენ ვერავინ ვერ გაგვაერთიანებს ის ლიდერობა, რასაც თქვენ ეძახით, ეს მითი არის, მეთაურებს ეძახით ლიდერებს და მეთაურები გჭირდებათ ისე თავისუფალი ადამიანები არ ხართ? ლიბერალობა სიტყვა საერთოდ დაივიწყეთ მართლა რას ნიშნავს? ძალიან ბევრი ტკივილი მივიღეთ, ძალიან ბევრი იმედგაცრუება მივიღეთ, ძალიან ბევრი რაღაც მივხვდით რომ არის ფეიქი და ხედავთ რაც ხდება მარტო საქართველოში არა, სამყაროში უზარმაზარი სისტემები და იმპერიები ინგრევა რეალურად. იმიტომ რომ დაინგრევა ყველაფერი ზედმეტად დიდად გაერთიანებული არის ახალხოლოვებული ბაბილონის გოდოლი და ინგრევა, იმიტომ რომ განსხვავებულები ვართ ჩვენ და იქნებ ბაბილონის გოდოლიდან ეგ გამოგვეტანა და გაგხსენებოდა რომ არ შეიძლება გლობალიზება და ერთი უნიფიცირებული რაღაც წესების ქვეშ გაერთიანება ხალხს. ასე არ ხდება. ერთადერთი რაც შენ მართლა გაერთიანებს, შენ გაერთიანებს ის თუ კი პატივს სცემ ინდივიდს და იმ ინდივიდის არჩევანს და ინდივიდს არ ახავ თავს გარკვეულ შენი წარსული ტრაუმებიდან თუ ასე შემდეგ გამომდინარე რაღაც choice-ებს და არეუბნები ახალგაზრდა თაობას სიტყვაზე ვიძახი რომელმაც არ განიცადა ის რაღაც ტკივილი რომელიც შენ და მამას შენ მაგანიცადეთ არეუბნები რომ აი ხა შენ ეს კარგად დაიმახსოვრე ეს კარგად ისწავლე ეს ტკივილი კარგად დამიწერე ბევრი რაღაც ამ ტკივილზე იმიტომ რომ შენ მთელი ცხოვრება ეს ტკივილი ჩემგან უნდა წაიღო და ატარო იმის მაგივრად რომ ვუთხრათ და მოუყვეთ მაგრამ ვასწავლოთ მერე რა შემდეგ რა ხდება კონფლიქტები როდის გვარდება კონფლიქტები გვარდება როდესაც საბოლოო ჯამში ის ორი ადამიანი ხელს ჩამოართმევს კონფლიქტი არ გვარდება თუ კი ორი ადამიანი ჩხუბობს და მათ შუაში დგება პოლიციელი ეს კონფლიქტის მოგვარება არის ეს არის მომენტალური გამოხტვა და საბოლოო ჯამში ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც შიში ის რა ქვია კიდევ ერთი
პრეცედენტის კიდევ სხვა დროს, სხვაგან გამეორების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამ შიშებში ვაცხოვრეთ ჩვენი თავი, როგორც საზოგადოება, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში რეალურად რაც ხდებოდა, ბევრი ასეული და 1000 წელი ასე გამოვიდა, მაგრამ მივედით იქამდე, რომ მივხვდით რაღაცეებს, გავიგეთ რაღაცეები, ინფორმაციულად ბევრი რაღაცეები გავიგეთ. მივხვდით, რომ აი ეს რაც ხდებოდა ამ ბოლო პერიოდში საქართველოში მათ შორის, ხო, სიმართლეები წამოვიდა ნელ-ნელა. ანუ სასოწარკვეთილმა ადამიანებმა უცებ დაიწყეს აი ბოლომდე გულახდილად საუბარი. ბევრი ტრავმები იყო. ბევრი, აქეთ-იქით კიდევ უფრო დაშლები იყო. აი იქამდე მივა ეს ყველაფერი და ალბათ უკვე ძალიან მალე მივა, თუ მისული არ არის, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში უმეტესობა ადამიანების ყოველში მივხვდებით, რომ აბსოლუტური იდიოტიზმია დაყოფა და დამყოფი ფრეიმები და ამ დამყოფი ფრეიმების მიხედვით გაერთიანება დროშებით აქეთ-იქით ასე შემდეგ. იმდენ სხვადასხვანაირ დროშას ჩაგერჭობთ. ქალაქი, სოფელი, ის მემარცხენე, მემარჯვენე, რუსეთი, ამერიკა, ევროპა, ნეიტრალი, აი 10000 რაღაცას მოვიფიქრებთ და მოფიქრებული გვაქვს და ამაზე მიდის დებატები და ასე შემდეგ და ამაში ვხარჯავთ დროს. თუ როგორ ეს ერთი განსხვავებული ჯობია იმ მეორე განსხვავებულს, იმის მაგივრად რომ გავიხსენოთ. და ეს არის მე მოლაპარაკებაც, ეს არის საბოლოო ჯამში ლიდერობაც და ეს არის კომუნიკაციის ელემენტარული უნარიც, რომელიც სამწუხაროდ არასწორად და არასაკმარისად ისწავლებოდა საქართველოში, ძალიან ბევრ ქვეყანაშიც და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ რაღაც მართლა non-performing character-ები რო არიან თამაშებში, NPC-ები, რაღაც NPC-ები დავბადეთ საბოლოო ჯამში და NPC-ებად გამოვზარდეთ ადამიანებს. ნდობა გვინდა ჩვენ ავყავთ გვინდათ ერთმანეთში. ჩვენ თუ ერთმანეთს ადამიანებს აღარ ვენდობით, იმიტომ რომ იმანის იმაზე იქ თქვა მაშინ ის იქ იყო, ის აქ მხარესა, იმ მხარესა, ეს ყველა მხარე არის აბსოლუტურად მოგონილი დამყოფი მხარე. დამერწმუნეთ ერთ მშვენიერ დღეს აბსოლუტურად რომ გაითიშოს სოციალური ქსელები და ინტერნეტი, მართლა რომ აღარ არსებობდეს. აი ესეთი დეტოქსი რომ მოვაწყოთ. ძალიან კარგად დავინახავთ, რომ ჩვენ საერთოდ დავიწყებული გვაქვს სად ვცხოვრობთ გარშემო. ანუ რეალური სამყარო. ის სამყარო თითქოს გახდა პერიფერიული და ჩვენი რეალური სამყარო, აი ერთი სული გაქვს რაღაცები, მიხვიდე რომ მე იქ დაწოწა და იქ შეხვიდეთ. ანუ დიდი თამაში, დიდი ვირტუალური თამაში მოვაწყეთ, სადაც გავინაწილეთ როლები და დავიწყეთ ეს რა ქვია, ბრძოლა სხვადასხვა ემებისთვის. მოხდა ისე რომ ძალიან დაგვეს. მოხდა ისე რომ ყველა ამ ფრეიმს ავყევით. მოხდა ისე რომ აბსოლუტურად აღარ დარჩა ადამიანური ერთ-ერთზე პირდაპირ გულღია კომუნიკაციები, დისკუსიები, მართლა კომუნიკაციები, მოლაპარაკება და ასე შემდეგ. აღარ დარჩა სივრცეები, სადაც დიდი განხილვები და დისკუსიები იქნება. დარჩა მხოლოდ პლატფორმები, სადაც ცალკე განცხადებებს ვაკეთებთ და აზრებს გამოვხატავთ და აღშფოთებებს, იმას ვიზავთ, რა ქვია. სხვადასხვა რო თქვა, მთელი სოციალური ქსელები გახდა ერთი დიდი ტრავმა და სტრეს ვენტინგ მაშინ, რომელსაც იყენებთ და სამწუხაროდ მე გავიწყდებათ მართლა ის რეალურ სამყაროში რა ხდება, როგორ შეიძლება რომ ძალიან მართლა ეფექტურად დავიწყოთ ერთმანეთთან საუბრები, დავიწყოთ ამ cancel პოლიტიკის დავიწყება პირველ რიგში და დავიწყოთ იმ ადამიანებთან საუბარი ზუსტად, რომლებიც ძალიან განსხვავებულები, აი ეგ იქნება ჩვენი სიძლიერე როგორც საზოგადოების თუ მაგისი საშუალება გვექნება და ეს დასაწყები არის დღეს. იმიტომ რომ აი რაზეც ჩვენ დავილაპარაკებთ ერთმანეთში იმ ადამიანებთან რომელიც განსხვავებული იქნება. ეგ არის არჩევანი რეალურად და რა არა კონკრეტული დღე მერე რომელიც იქნება. იმ დღეს მერე რა თავის შედეგი ექნება. ოღონდ ეს შედეგი იქნება ასახული. იმის და მიხედვით თუ ჩვენ რამდენად ეს გავაკეთებთ თუ არა. ისევ ცალ-ცალკე ვუნაგებში ვართ და შევყმუით აქეთ-იქით სხვადასხვა მოწინააღმდეგეებს თუ დავიწყეთ საუბარი და დავიწყეთ კომუნიკაცია. დავიწყეთ და გავიხსენეთ რა არის მედიაცია და მოლაპარაკება. ის უმაგას ვიძახით, მაგის სპეციალისტი ვარ და ესეთი ცუდი ასე თქვა პერიოდი არ მქონია, იმიტომ რომ არავის ეგ აღარ აინტერესებს. დაინტერესდით.